მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა. ვაშაძეს რუსთავის ციხესთან ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და აქტივისტები დახვდნენ. გიორგი ვაშაძეს პროკურატურა ოცნების პარლამენტში შექმნილი თია წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა. ვაშაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 50,000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. 2025 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით აუგრძალა. წმენა იმის რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერია, იმდენად დიდია, რომ არც ერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია. მიზანი ჩვენ გვაქვს საერთო. გვინდა თავისუფლება, გვინდა სამართლიან გარემოში ვიცხოვროთ, გვინდა რომ განვითარების გზას დავადგეთ, გვინდა რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, გვინდა რომ ადამიანებს არ იჭერდნენ, პარტიული ნიშნით ვერ განვასხოვებ ვერავის, ხო? ყველას უნდა დაველაპარაკოთ და ერთიანი ძალებით უნდა გავიმარჯვოთ. დღეს ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს ხდომაზე კომისიების სამუშაო გეგმები დაამტკიცეს. ასევე სოფელ მერიაში იმ მიწის თაობაზე იმსჯელეს, სადაც ამბულატორია აშენდება. დღეს ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს ხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს. მათ შორის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნულ მიწაზე კი სოფლის ამბულატორია აშენდება. დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს კომისიების სამუშაო გეგმების დამტკიცების შესახებ. საკრებულოს მომავალის ხდომა 28 იანვარს გაიმართება, სადაც დეპუტატები ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ. განხილული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რამოდენიმე შევეხები. პირველი ეს არის, რომ მერიის სოფელ მერიაზე საუბარი მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, იმიტომ რომ იქ უნდა აშენდეს ცენტრში უნდა აშენდეს სოფლის ამბულატორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ჩვენ განვიხილეთ საკრებულოში კომისიის სამუშაო გეგმა საცალკე წლის, მთელი წლის შემდეგ იქნება კვარტალის და მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გეგმები, ალბათ დაინტერესებული ადამიანები საზოგადოება შეუძლია რომ ნახოს, გაეცნოს და მათთვისაც აღმოაჩინოს ძალიან საინტერესო საკითხები, რომელსაც ეს კომისიები მთელი წლის განმავლობაში შეესწავლეს. დღეს ირაკლი კობახიძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა პროდუქტებზე არსებული მაღალი ფასები იყო. კობახიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური დაბალანსება და სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებაზე ერთობლივი მუშაობა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა კომენტარი გააკეთეს. იკვლევა აჩვენებს იმას, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და ფასნამატი საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც ჩვენი აზრით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით მე პირადად ნახე მაგალითად გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი როგორც შეადგენს 20-დან 30%-მდე, ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე, 54%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჩამში არის როგორც უკვე თქვა 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები, ზოგიერთ შემთხვევაში არის 50% მაღალი ფასი, არის ორჯერ მეტი ფასი, სამჯერ მეტი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. აქაც ვიტყვი, რა თქმა უნდა, როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულების ამბებს მოქმედებს, ბუნებრივია ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ დაბალანსდეს მაქსიმალურად ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და შევეცადოთ მაქსიმალურად, რამდენიც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევას.
საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო რიგით მეორე შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მეორე შეხვედრის დასასრულისას ჩვენ შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ ყველა ის დაახლოებით 8-9 ფაქტორი, რომელიც სახელმწიფომ კვლევის საფუძველზე დააიდენტიფიცირა, როგორც ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდაზე, დღეს ჩვენი შეხვედრის ბოლოს დადასტურდა და აბსოლუტურად თითოეულ პუნქტზე იდენტური პოზიცია ჰქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შესაბამისად, აღნიშნული გარემო ფაქტორებზე სწორი და ეფექტური რეაგირების შედეგად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს რესურსი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების და მისასალმებელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა. ჩვენი მიზანი არის, რომ სწორად შევისწავლოთ, რა პროცესები არის ფასწარმოქმნის ჯაჭვში, რა შესაძლებლობაა იმისა, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის ოპტიმიზაცია შევძლოთ, რაც საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ აისახება სამომხმარებლო პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასების შემცირებაზე. მართლ გუნდთან დებატებისთვის მზად არის ოპოზიცია. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის წლებია მოუწოდებს ირაკლი კობახიძეს მასთან დებატებისკენ. ნაციონალურ მოძრაობაშიც მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ დებატებს არა განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. მათ შორის საჭიროა ახალი არჩევნების დანიშვნა და ოპონენტების ციხიდან გათავისუფლება. დებატების შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ყურადღებას გაამახვილებენ როგორც კორუფციაზე, ასევე გაზრდილ ფასებზე. პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები კი ოპონენტების გამოხმაურებაზე ამახვილებენ ყურადღებას და იხსენებენ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. გიორგი გახარიას გამოცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის უარყოფით განცხადებებს. თუმცა დებატების მზაობის შემთხვევაში გახარიას პარტია მზაობას გამოთქვამს. კობახიძეს წლებია ვეუბნები, რომ დაждდა და დამელაპარაკოს და მე უბრალოდ არ მჯერა, რომ მას ამის ნებას დართავს ისი უფროსი. ამიტომ გუშინაც ჩემი პასუხი ეგ იყო, რომ ნებისმიერ კონკრეტულად მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზადვარ, რომ დაუჯდა დაველაპარაკო. დემოკრატიის აღდგენას და პოლიტიკური დებატების სრულყოფილ დაბრუნებას პირველ რიგში ჭირდება ოპონენტების გათავისუფლება. თუმცა ცხადია, ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო ქართული ოცნების კორუფციაზე, მაღალ ფასებზე, იმ სოციალურ პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება ქართული ოცნების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც გაუძვირა ქართულ ხალხს ცხოვრება, რა თქმა უნდა, ამაზე ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, არაერთხელ გვითქვავს, ვიდებატოთ და არა მხოლოდ ვიდებატოთ, ვიკამათოთ იმაზე, თუ საწაიყვანა ქვეყანა ქართულმა ოცნებამ. ჩაკეტილი არის ყველანაირი დებატის სივრცე, არც ოპოზიციურ არხებზე მოდიან მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დებატები უბრალოდ მოკლეს და ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ძალიან მნიშვნელოვანიაო რა დროს, რა პერიოდში, როდესაც გვაქვს ესეთი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, როდესაც პარტიების აკრძალვას აპირებენ, როდესაც მედიას ზღუდავენ და ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა. ჩვენ შინაარსობრივად ვართ ყოველთვის მზად იმისთვის, რომ ნებისმიერ ამ თემაზე ქართული ოცნება დებატების კუთხით გავანადგუროთ. დისკუსიები, დებატები არის ყველა დემოკრატიული საზოგადოების ხერხემალი, ამიტომ ჩვენი მთავარი ინტერესიც და ამოსავალი წერტილიც ამ ინიციატივის საზოგადოებისთვის შეთავაზების იყო ის, რომ მაქსიმალურად ასთა ჭიდილში საუკეთესო იდეები, საუკეთესო გამოსავალი ამა თუ იმ პრობლემური საკითხიდან შევთავაზოთ საზოგადოებას. და ჩვენ მზად ვართ, ის იყო საზოგადოების დაკვეთაც ბუნებრივია და ჩვენ მზად ვართ ამ ტიპის დისკუსიებში ჩავერთოთ ყველა იმ ადამიანთან, ყველა იმ ოპონენტთან, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებული ამ დისკუსიების, გულწრფელად არიან დაინტერესებული ქვეყნის უკეთესი მომავალით. პოლიციამ თბილისში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 3 პირი 1987 წელს დაბადებული დ.ო. 1998 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ნასამართლევი ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 2 პირს, აბუს და დ.ფ.-ს. განხორციელებული ძალადობის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მონაწილე სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის პირველი ნაწილი და 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის B ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცავების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური, ცეცხლსასროლი იარაღები და სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226, 260, 260 ტერცია, 260 კვარტა, 261 და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.